მაშ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და მომწერებო იუთუბელებო კიდევ ერთხელ აი ეს სასიამოვნოა ვინც შემოდიხართ ჩემ არხზე ვინც მიყურებთ ვინც ხართ ჩემი ერთგული მსმენელი და მაყურებელი დღეს მნიშვნელოვანი დღეა ხდება რაღაცეები კოსმოსში რაც გავლენას ახდენს დედამიწაზე და ჩვენზე რა თქმა უნდა. როცა არ უნდა იყოს შემოსული და როცა დაგაინტერესებთ და რად როცა არ უნდა იყოს, აქტუალური იქნება თქვენთვის, იმიტომ რომ ესე იგი თქვენ მზად ხართ რაღაცამ რო იტყვიან მიგიზიდათ და მზად ხართ მიიღოთ პასუხი. პასუხები სამყაროდან მოდის ყოველთვის ალეგორიულად, მინიშნებებით, სიმბოლოებით, ციფრებით, ინტუიციურად, ქვეცნობიერად, პირდაპირ არავინ არ დაგელაპარაკება ასე და ასე. ანუ საქმე იმაშია, რომ ყველაფერში არის ამოცნობა საჭირო. და თან რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობა და თქვენი ინტუიციური გრძნობელობა. ანუ გრძნობის მომენტია აქ კიდე ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლედ ორი დასტა ავიღე, The Lucid Dreams and Old Style Tarot კარტა ესეთი ნათელი დასტები. თქვენ აირჩიეთ პირველი მეორე, ან მოусმინეთ ორივეს. და ნახოთ ჯერ ენერგიები. დავიწყებ პირველი დასტით. ეს არის The Lucid Dreams. და შევხედოთ აბა ჯერ რა ენერგიებია დღეს, როცა არ უნდა იყოს მეთქი შემოსული, იქნება აქტუალური, მაგრამ მაინც ვნახოთ აბა რა ენერგიებია დღეს, ჩვენ ყველასთვის, რას გვეტყვიან დღევანდელ ენერგიებთან დაკავშირებით. აქ ამოდის მამაკაცი, ადამიანი, იმპერატორი. შეიძლება ეს ადამიანი იყოს, იმპერატორი იყოს, ანუ თქვენი, ხო, თქვენი საყვარელი საინტერესო ადამიანი, მასთან დაკავშირებული რაღაც გადაუჭრელი საკითხი, რაც მოითხოვს მოქმედებას, გადაჭრას, ან ელოდებით დიდი ხანია რაღაც სიტუაციას. და საყვარლების კარტი ამოდის, ან უბრალოდ არჩევანის წინაშე დგას ეს ადამიანი. ანუ საყვარლების კარტი და არჩევანი ერთი და იგივეა, რაღაც კონტექსტებია შეცვლილი და ამოდის ვალების გადახდა. ანუ ამ შემთხვევაში პირდაპირ მნიშვნელობით არა, რაღაცა გადასახდელი. შეიძლება ეს კარმეული ცხოვრება, სადაც ახლა არის ამ მონაკვეთში, ამ აწყოდროში ამ ადამიანს რაღაცები აქვს გადასახდელი, კარმულ პერიოდს გადის. და ამ პროცესში შეხვდათ თქვენ, ხო? მოხდა ისე, რომ შეხვდით ერთმანეთს, დაენთოთ ცეცხლი თქვენ შორის, აგერ საყვარლების კარტია, არჩევანის წინაშე დადგა, თუმცა თვითონ პასიური ენერგიით არის და გაჩერებულია ჯერჯერობით, მაგრამ სამყარო ითხოვს, რომ რაღაც გააკეთოს. თუ რეზონირდა, ეს არის ენერგია, ანუ აი ესეთი ინფორმაცია მოვიდა, მაშინ გავაგრძელოთ თუ არა და დაელოდეთ მეორე ვარიანტს და ნახოთ აბა იქ რა იქნება. რახან მოვიდა ადამიანზე და გადაწყვეტილების მიღებაზე ვნახოთ აბა რა კარდინალური გადაწყვეტილება აქვს მისაღები თქვენთან დაკავშირებით. ეხლა ვინც ვიდეოს მიყურებს და ხართ ასე ვთქვათ შემოსული, ხო? საჯარო გაშლაზე. რა გადაწყვეტილება აქვს მისაღები? მინდა გითხრათ, რომ კაი ხანია გადაწყვეტილება აქვს მისაღები. ეს ეხება მის ღალატს, ისევ და ისევ ამოდის ზურგს უკან კავშირი, ამოდის ქალი, რომელიც ჩარეულია ამ სიტუაციაში. მესამე პირი, შეიძლება თქვენ ხართ, შეიძლება ის ვინც ყავს მას, სამკუთხედი მოიაზრება, შეიძლება ყველასთვის არ იყოს, მაგრამ აი ესეთი მომენტი არის, მოწინააღმდეგე
ვინც ბლოკავს ამ ადამიანს, რომ გააკეთოს ნაბიჯი. ანუ არის აქ გაუწონასწორებელი მოქმედებები, ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა, არის მთვარე და ეს არის ილუზია და ასე ვთქვათ, ცრუ იმედები. ასევე გაურკვეველი მდგომარეობა და ამის გამო, ვერ აკეთებს მოქმედებს. ეხა მე რომ მქონდეს თქვენთან პირადი კონსულტაცია, ვიტყოდი, რომ რაღაც ნეგატივია ქალისგან გაკეთებული. თქვენ ურთიერთობაზე რომ გაჩერდეს და აირიოს მდგომარეობა, იმიტომ რომ აქ გამოდის ღალატი, ძალიან ვიღაცა გაგიბრაზებიათ, ან გაბრაზებულია. ნახოთ მაშინ რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ამ ადამიანზე თუ დაემთხვა ეს ისტორია, რაღაც მომენტი, რა გავლენას ახდენს თქვენზე, ეს ნეგატივი, ხო? ქალისგან წამოსული, რა გავლენას ახდენს თქვენზე? გავლენას ახდენს ის, რომ არ ჩანს ახალი და ის, რომ ჯერ კიდე მოიაზრებით საყვარლის პოზიციაში და ეს ყველაფერი სამყარო მაწვდის ინფორმაციას, რომ არის ღალატი, რომ არის ტყუილი, რომ არის თქვენთვის ტვირთი, არჩევანის წინაშე დგახართ, არ მოდის ახალი, ასევე ფინანსებზე არ ტყავს, რა თქმა უნდა, როცა არ ახარ ადამიანი გულწრფელი და არ იქცევი სწორად, ეს ყველაფერი მოქმედებს მერე შენს ფინანსებზე, კარიერაზე და მთლიან ცხოვრებაზე. არასწორი ქმედებებით ხდება მერე ჩვენი ის რაღაც დაბრკოლებები და რაღაც ესეთი რო იტყვიან წინააღმდეგობები და აქ ამოდის იეროფანტის კარტი მთლიანობაში, რაც ნიშნავს გაწმენდას, სულიერებას, სწორად ღვთიური სამყაროსეული კანონებით ცხოვრებას, თუ არა და ესე არეულ-დარეულები იქნები და ახალი ადამიანიც არ გამოჩნდება, თუ გამოჩნდებოდა ძალიან მალე გაქრება, იმიტომ რომ არჩევანის წინაშე გაყენებთ სამყარო, მოდით გონს ეს თქვენთვის მძიმე ტვირთია და გადააწყვეტინეთ იმას. ესეთი გავლენაა. ნეგატივი, რა ვიცი. თქვენ გადაწყვიტეთ, არის ნეგატივი თუ არა. და მაშინ რჩევა თქვენთვის, ესეთ მდგომარეობა ვისაც აქვს, ან მსგავსი, რას გირჩევდათ სამყარო. მოდის დრო, მოდის პერიოდი, როცა ჩვენ გამოუწვევების წინაშე ვდგებით და არჩევანის წინაშე ვდგებით. ორჯერ ამოვიდა არჩევანის კარტი, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა მიენდოთ თქვენ ინტუიციას და იმოქმედოთ ინტუიციურად წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ის ხვები გაქრენ თქვენი ცხოვრებიდან, პირადზე აქ საუბარი და გულდაწყვეტილი ყოფილხართ, წარსულზეა საუბარი, აქაც რაღაც პატარა იმედი მოგეცათ ვითომ, მაგრამ აქაც არ ახართ კმაყოფილი ამ ურთიერთობითაც, ზურგ შექცევითაა და ახალი დასაწყისი იქნება, მას როდის იქნება? ვინც ასეთ ვითარებაში ხართ, ამ დაგვარ როდის იქნება ახალი დასაწყისი? იმედი, ხო იცით, რომ ბოლოს გვდებაო და ახლა სულ იმედი უნდა გქონდეთ, რა თქმა უნდა. და რწმენაც, ახალი დასაწყისი, ახალი თვიდან. და სამართლიანად, კიდევ ერთხელ მიგვითითებენ სამართლიანობაზე და ძალიან სწრაფად მოხდება ეს ყველაფერიო. მოკლედ, პირველ ვარიანტთან დავამთავრე, მეორე ვარიანტს ცალკე ვიდეოს გადავიღებ. თქვენგან ითხოვს სამყარო სამართლიანად მოქცევას, რომ მოვიდეს ახალი ადამიანი თუ გინდათ და თუ ამასთან ესე იგი გაიწელა და ვერ ნახულობთ გამოსავალს, თუ გინდათ რომ გაგეხსნათ გზა, თუ გინდათ რომ დაიწყოს სიახლეები და კარგი სიახლეები და არ აღმოჩნდეთ ისევ სტაგნაციაში და ჩიხში და ჩაკეტილები და ტრანსფორმირებულები,
ეს ოცნება, სურვილი აგისრულდებათ დრო უნდა ამისთვის, ანუ იეროფანტის კარტი რო ამოვიდა ნიშნავს გაწმენდვას, სულიერებისკენ უფრო მეტად ყურადღების მიქცევას. თუ არ გაიწმინდე, თუ ის წარსული არ გაუშვი, ახალი არ მოვა. აგისრულდებათ თუ კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არის პროგნოზირება. ჩვენ წყვიტავთ, ჩვენ მოქმედებთ, ჩვენ ხელშია ცხოვრება. აი ეს მანკიერი, უკანონო კავშირები, დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა და ასე შემდეგ, რასაც შეიცავს ეს კარტი. ხო? ქვედა ინსტანციის წარმომადგენლებს და დაბალი ვიბრაციის არსებებზე აქ საუბარი, მოვიცილებთ სამყარო გვიგზავნის შანსს. თან ამ მერწყულის ეპოქაში აქ ნათლად ჩანს წყალი, გაწმენდვა, აღდგენა ენერგიის და ჩვენი მიზნის მიღწევა. კი, დრო უნდა, მაგრამ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯს ეს სურვილი შეგვისრულდება. დავანახოთ, მთავარია ჩვენი მონდომება და ის, რომ სწორ პოზიციას ვირჩევთ. მოკლედ, ეს იყო პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტს დავდებ ცალკე ვიდეოში, აბა თქვენ იცით. თუ მოგეწონათ, დამილაიქეთ.